დეკანოზი ილია კარკაძე, ქუთაისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი. ადამიანი, რომელიც 5 შვილისა და ათეულობით მრევლის სულიერი მამაა. მღვდელმსახურის განსაკუთრებული სიყვარული და მზრუნველობა მის არცეთ სულიერ შვილს არ აკლია. თუმცა ამჯერად მათგან მინდა ეს ორი ადამიანი გამოვარჩიო, ორი ნინო, 4 და 5 წლის. ბავშვები, რომლებსაც უფალმა ორჯერ აჩუქა სიცოცხლე. მათ ისტორიას მღვდელმსახური და მშობლები თავად გვიამბობენ. ჩვენ ერთი ჩვეულებრივი მართლმადიდებელი ოჯახი ვართ, რომელიც შედგება ცოლ-ქმრისგან და მაშინ 5 ბავშვისგან, 5 წევრია ოჯახში, 2 ბიჭი და პატარა ნინიკო. და მოულოდნელად ნინიკო გაგვიხდა ძალიან ავად. როდესაც ბავშვი ავად იყო, დედა მოიყვანა ჩემთან და თლიანად ეს ანგელოზივიდი ბავშვი ახლა თქვენ თვითონაც ნახე. იყო რაღაც დაწეტილებული ასე რაღაც აჭრილებული ბავშვი. იაშვილის საავადმყოფოში გადაუღეს კომპიუტერული ტომოგრაფია კვლევა მუსლის ხრუში და იქიდან დადასტურდა და დაგვიდგენეს სიმსივნე 6 სანტიმეტრიანი სიმსივნე, რომელიც ესე იგი ერთი მეტასტაზი იყო სწორნაწილზე შესდილი, მეორე საშარდე ბუშზე, რაც იწვევდა ამ ყველაფერს გაუვალობას და შარდის შეკავებას. როდესაც ბავშვი ესე რომ ვთქვათ, რაღაც ცოტა ავათი იყო, ექიმის ყურადღების ქვეშ იყო, მაგრამ ისე მოხდა, რომ ექიმს რაღაც გაეპარა და ბავშვი გახდა ძალიან მძიმედ. როდესაც საავადმყოფოში მივიყვანე და რეანიმაციაში ესე ვთქვათ, დავტოვეთ, იქ შესაძლებლობას არ გვაძლევდნენ. ერთადერთი მე და იმ წამსვე ჩემთვის იყო ღმერთი, იმიტომ რომ რეანიმაციიდან ექიმი გამოდიოდა, არის მძიმესი მდგომარეობა, არის ბავშვი ძალიან მძიმე. და მართლაც რაც იყო, როდესაც ჩვენთან ახლობლები მოდიოდა ბავშვის ანახავად, ყველას ვთხოვდი, რომ ნინიკოსათვის ელოცათ. მამა ილიას ვთხოვე, რომ ნინიკოსათვის ელოცა და მამა ილიამაც თუ სადმე ხელი მიუწვდებოდა ბერებთან, მონაზვნებთან, ყველასთანავე ესე ვთქვათ, დაუკავშირდა მათ და ნინიკოსთვის ლოცულობდნენ. ბოლოს უკვე ისეთი წრე იყო შეკრული მთლიანად საქართველოში, რომ რეკავდნენ, რომ ნინიკოსათვის ილოცეთ, უკვე პასუხი იყო, რომ ჩვენ ვიცით და ლოცულობთ. მეორე ნინოზე მითხრა, მეორე ბავშვი არის ავათო, იმიტომ რომ მეორე ნინო მე არ ვიცნობდი მაგალითად ეს. და თან აღმოჩნდა ჩემი ბავშვობის მეგობრის შვილიშვილი კაცო, ალეკოს შვილიშვილი. მე არ მოგვისვენა, ჩვენ ჩავედით თბილისში, იაშვილის კლინიკაში მივედით და მე და ჩემი მეუღლე და გარეთ დამხვდა ამ ბავშვის ნინოს მამა ხვიჩა და ხვიჩას ვეუბნები, ხვიჩა რა ხდება მეთქი, აქ ვერც გამოვიყვან და მეუბნება რომ მამო ძალიან ცუდი მდგომარეობა, დედა მარიცისო, ექიმმა მითხრა რომ ბავშვიო 2 დღეშიო უკვე იმიტომ რომ ოპერაცია გაკეთებული იყო, ექიმმა როდესაც გაჭრა უკვე ნახა რომ მთლიანად მოდებული იყო სიმსივნე ბავშვზე და ოპერაცია აღარ გაუკეთებდა, ბავშვი დაუკეთებდა და ექიმმა გითხოვეს რამოდენ დღეში, იმიტომ რომ ეს მთლიანად მოდებული იყო შინაგანს სიმსივნე. მე რატომ ყავს შინაგანში ვეუბნები რომ ხვიჩა ახსარება ჩამოვარე მეთქი. და დაიწყო თავისად რა იყო ეგ პროცესი რომ ან ღმერთს ან ვიმეს კი არა თავის თავს ადანაშაულებდა და ახსარებიდან ეს მთელი შინაგანი მან გამოიღო მთლიანად. 2 საათნახევარი მიმდინარეობდა ოპერაცია და ფაქტობრივად ჩვენ არ გავჩერებულვართ, მე ჩემ მეუღლე სულ ლოცულობდით. მამა ილიამ მრევლს დაავალა, გააძლიერა ლოცვა. მრევლმა ძალიან ყოველ დღე ჩემი ნინიკოს გულისთვის ყოველ დღე ლოცვით იწყებდნენ, ლოცვით ამთავრებდნენ და ყველა თურმე ერთი და იგივეს ლოცულობდა, რომ ღმერთო მოახდინეს სასწაული და არა დაეხმარე გამოაჯამთელე. კაცსათვის შეუძლებელი, ღვთისათვის ყველაფერი შესაძლებელია. და რამოდენიმე დღეში ხდება ღვთისგან მართლაც სასწაული, რომ ეს ბავშვი მყისეულად განიკურნა. წმინდა ნინოს მადლმა ჩვენ ეს ორი ნინო გვაჩუქა, იმიტომ რომ მე თქვენ თვითონაც შეეკითხებით მშობლებს. ერთი მეორე ნინოც აი აგებზანდება დედამისი. ბავშვი, რომელსაც თირკმელები გაუჩერდა, ფილტვი ორივე დახურული ქონდა, ფაქტურად გარდაიცვალა ბავშვი და თვითონ ექიმმაც თქვა, რომ ეს სასწაული, როგორც კი მის მანათესავმა და ჩვენც მე თელი აქედან ლოცულობდით, ყველა მის ნაცავები ბერი არის ერთ-ერთი ამომარეს. ნაკურთხეს ერთი უცხენ და ბავშვი ის სასწაული მოხდა, რომ გაწოდეს ის ნინო. აი ამ დიდი ლოცვის შედეგად ნინიკო, რომელსაც დაახლოებით 48 საათში ქუთაისის საავადმყოფოში ფილტვები გაეთიშა. მარჯვენა ფილტვი მთლიანად ჩირქით იყო დაფარული, თირკმელები გაეთიშა, მუცელი უკვე წყლით ჰქონდა სავსე. კომატოზური მდგომარეობა იყო, ბოლო სტადიის კომატოზური მდგომარეობა და კლინიკური სიკვდილის გადაიტანა და პლუს ამას აპარატით იყო აბსოლუტურად ბავშვი.
თბილისში რომ გადავყავდა რეანიმაციის ექიმის სიტყვები იყო რომ ერთი მანქანაც არიელი წამოვიდეს რომ მიცვალებული გზაში შეიძლება გადმოგისვათ. მაგრამ რა ვიცი ამ გზასაც გაუძლო თვითონ კურნალი ექიმა იგია ნიჟარაძემ ამ სიტუაციას რო შეხედა ზუსტად ესე მითხრა ჩემმა დეიდაშვილმა რომ ანუ სიციტირილი აუტყდაო ექიმსო რომ ამას რას ხედავ ღმერთმა სასწაული მანახაო. მე ხელები დაუჭირეს აი ეს მილები ყველა მხრიდან ქონდა გაკეთებული ხელები დაუჭირეს რომ ანუ ეს მილები არ გამოიყარა და შუბზე ოდესაც ვაცხეს ეთიო ნინიკომ გადმომხედა გამიცინა და წილი გააგრძელაო. ეს იყო 4 შაბათი საღამო და 5 შაბათილით უნდა გაეკეთებიათ ბრონხოსკოპია. და 5 შაბათილით ბრონხოსკოპიის ნაცვლად დაგვიკავშირდნენ რეანიმაციიდან, ანუ პირველ სართულზე ვიყავით ამით რა ხარად განარგვაჩერებდნენ. და გითხრეს რომ აბსოლუტურად ნინიკოს ორიოფილტვი გაიშალა სრულიად ანუ რასაც არ ელოდებოდნენ თირკმელი აუმუშავდა დიალიზი აღარ ჭირდებოდა კომიდანაც იმ წამს გამოვიდა და დანაი სრულად და შესაბამისად მარჯვენა ფილტრიდანაც დრენაჟები რადგან ქონდა ჩირკით აღარ გადმოსდიოდა. ეს იყო 5 შაბათი დღე და ყველაზე სასწაული ის იყო რომ ბავშვი უნდა დარჩენილიყო ხელით მოსავლელი ინვალიდი აბსოლუტურად ჯანმრთელი დააბრუნა ღმერთმა არანაირი დეფექტი ბავშვს არ ქონია. ფლის ხელია იყო აქ ზუსტად ჩარეული რომ ჩვენი შვილი დღეს ცოცხალია და დიდი ლოცვის შედეგია ეს და მე ამით მინდა ხალხს უთხრა რომ აი ჩემი ნინო მაგალითია რომ ხალხნო არსებობს ღმერთი და მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავახადო ჩემს მოძღვარს რომელმაც ძალიან გვანუგეშა დღეს ეწევა ჯანსაღ ცხოვრებას ესე რომ ვთქვათ არის ძალიან ცელქი უყოს ბავშვებთან ურთიერთობა უხარია ძალიან როდესაც ტაძარში მოდის და სახში რომ გამოვიყვანეთ ხატებსო დაინახავდა აი მინდა რომ ისის გადმოცე თავს დახრიდა პიჟურს გადაწერა არ იცოდა და უკვე კომიდან რომ გამოვიდა პიჟურს ჩვეულებრივად იწერდა მადლობა სიზმა დამიფარი ბოლოს კითხე მეთქი და სიზმას რატო ეძახით ხო და საავადმყოფოში რომ ეძინაო კაცი დამესიზმრაო თავზე ხელი გადამისვა და ესე მითხრა შენო კარგად იქნებიო ხატებთან ავიყვანე და ღვთისმშობელს დაადო ხელი და ჩემი რომ ვუთხარი რომ დედამეთიკ ეს კაცი არ არის ქალი არის ხო ნინიკო მესე მიპასუხა ეს კია ქალი მაგრამ ხელში რო ყავს ის კაცია მე ესე ჩავთვალე რომ ნინიკოს ალბათ მთელი ამ პერიოდის მანძილზე ღვთისმშობელს არ მიუტოვებია და მით უმეტეს მაცხოვარსაც უმეტი კაცმოყვარი არის იმიტომ რომ შუჯენ 70-ჯენ რო შეცოდოს აპატიებ ამიტომ აი ესეთი პირველი მაგათ მე როგორც მოძღვარ და რაც შინაგანი პატარა ვიგზენი ერთ-ერთი პირველი უშუალოდ მამის როლსაც შევხედე მე. დანარჩენ თავისთავად ეს ერთობრივი ჩვენი უწმინდესი ლოცვა, ჩვენი წმინდანის გამოთხოვება არის და აი მრევლის ერთობრივი ლოცვა გვაჩვენა ღმერთმა თუ რამხელა დიდი არის. მოაგროვე საუნჯეთ სათაშინო. ვინაიდან ნივთიერი სიმდიდრისათვის ზრუნვამ შესაძლო დამღუპელი ნაყოფი გამოიღოს. აღიღეთ ჯვარი თქვენი და მიყევით უფლის გზას, რამე თუ მხოლოდ ეს გზაა სულის მაცხოვრებელი. ეს მაცხოვრის სიტყვებია. ეს ადამიანები ცდილობენ სწორედ ამ გზას გახვნენ. მადლიერების გამოხატვა და სულის გადარჩენა ასე ამჯობინეს. ისინი ხოლ ლოცვამ და უფლის სასწაულმა გადაარჩინა.